ომის ტოლი. ეს არის აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის მედია პროექტი. ცენტრმა აფხაზეთში დაბადებული 30 წლის ახალგაზრდები შეკრიბა, რომლებიც დევნილობამდე სულ ცოტახნით ადრე გაჩნდნენ, ცხადია. და მთელი ცხოვრება დევნილის სტატუსით ცხოვრობენ. პროექტის მიზანი იყო მაყურებლამდე მიეტანა თუ რას ფიქრობს და გრძნობს თაობა, რომელიც კონფლიქტის დროს დაიბადა და შემდეგ გაიზარდა სხვა გარემოში. როგორც წარმოუდგენიათ მათ ნდობის აღდგენის და შერიგების ეს ურთულესი პროცესი და ამ პროცესში თანამონაწილეობა. მაყურებელი პროექტის მეშვეობით იგებს უნდა თუ არა აფხაზეთში დაბრუნება თაობას, რომელიც რეალურად საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიზარდა და ჩამოყალიბდა უკვე დიდი ადამიანები არიან. ამასთან ეს ერთგვარად პასუხია იმ დეზინფორმაციაზე, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში მიზანმიმართულ და სხვადასხვა ეგ ძალიან ცუდი რამ, რომ ხო, იცი ხო რა ელაპარაკა. მიზანმიმართულად მართლა ავრცელებენ ისეთ ინფორმაციას, თითქოს ჩვენ აქ ვზდიან ისე, რომ ვერ ვიტანდეთ ახალგაზრდები, ვისაც არ გინახავთ ვერ ვიტანდეთ აფხაზებს და ეს ასე არ არის და სწორედ პირიქით. რა თქმა უნდა, სწორედ ამას ემსახურება სხვადასხვა ეს მედია პროექტი, რომელზეც გვესაუბრება და დეტალს მოგვიყვება ჩვენი უშაყვარლესი ეკა წივწივაძე, რომელიც გახლავთ აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელი. მოგზაურობთ თუ შეიძლება. სწორედ ამ ცენტრის ხელმძღვანელია. ეკა ყოველ დღეს აქ ჩვენთან ერთად ხვდება. ნამდვილად და ამისთვის უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ. თქვენ არც ერთი მნიშვნელოვანი თარიღი არ გავიწყდებათ ქალბატონებო, რომელიც აფხაზეთს უკავშირდება და ამისთვის უღრმესი მადლობა. ნამდვილად ასეა, თუმცა ბევრი საეთერო დრო არ არის სამწუხაროდ დათმობილი აფხაზეთის საკითხისადმი და მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ თქვენ ნამდვილად არც ომის დაწყების თარიღი გავიწყდებათ, არც 27 სექტემბერი გავიწყდებათ, არც აფხაზეთობა მაისში და ეს ნამდვილად აღსანიშნავია. ეს ნამდვილად ასეა და ეხლა მოდი იცი რა, საერთოდ რა არის ეს პროექტი? მოგვიყევი რატო აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრთან დაკავშირებით ბევრს აღარ ვისაუბრებ, რადგან ერთი ეთერი თქვენ ამას თავის დროზე ერთხელ უკვე დაუთმეთ ნამდვილად. ჩვენ ვახორციელებთ მედია პროექტებს, რომელიც ძირითადად მიმართულია ნდობის აღდგენისადმი და შერიგებას ემსახურება რეალურად მიზნად. ომის ტოლი წელს არის აფხაზეთის დაცემიდან, სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ომის ტოლი, იმიტომ რომ არიან ეს ახალგაზრდები. როდესაც ფიქრობდით ეს თარიღი როგორ შევგებებოდით ამ თარიღს, რა გაგვეკეთებინა, გადავწყვიტეთ, რომ ის ადამიანები შეგვეკრიბა, ვინც დაიბადა კონფლიქტის დაწყების დროს, ან დასრულების ან თვეების იყო, კი ბატონო. ანუ ადამიანები, რომელსაც რეალურად აფხაზეთი არ ახსოვს და მათ მეხსიერებაში კადრები არ არსებობს. ყველა კადრი, რომელსაც ისინი ხედავენ და იციან, ან არის მედია საშუალებებიდან ანახი, ან მოყოლიდან გაგონილი და მათ აქვთ აფხაზეთისადმი დასწავლილი სიყვარული, ესე რა ვთქვათ და ხომ არის მუდმივად საუბარი იმაზე, დაბრუნდება თუ არა აფხაზეთში თაობა, რომელიც ომის დროს დაიბადა, ომის შემდეგ. ჩვენ ჩავწერეთ 27 ახალგაზრდა სიმბოლურად და 27-ვე ალბათ დღეს რო იყოს დაბრუნება, 27-ვე დაბრუნდება და ეს არის იმედის სხივი, ესე რა ვთქვათ. ძალიან ემოციური ვიდეოები, ამე მოგიტანეთ პატარა კოლაჟი, სანამ განვაგრძობთ საუბარს, მოდი ვნახოთ. აფხაზეთი ჩემთვის ნიშნავს ჩემთვის არის სახლი, მონატრება, რომელიც ისე დავკარგეთ, რომ ვერც განვიცადე, რას ნიშნავს. ზღაპარი, რომელსაც ბავშვობაში ხშირად გეყვებიან. ოცნება სახლზე, რომელიც არასდროს მინახავს და რომელშიც არასდროს არ ვყოფილვარ. იქ ჩიტები მართლა სხვანაირად ჭიკჭიკებენ და იქ ნიავის კი სხვანაირია. სახლი, სადაც სამწუხაროდ მე არ მომიწია ცხოვრება. არნახული, მაგრამ წრფელი სიყვარული. ისტორია, რომელიც ჩვენმა მშობლებმა გადმოგცეს ჩვენ. სიყვარულის, სევდის და მონატრების ერთგვარი სინთეზი. პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ თაობას აკისრია. ფიზიკურად დავტოვე აფხაზეთი, მაგრამ აფხაზეთს მე არასოდეს არ დაუტოვები ვარ. ხის სიმაღლე მიწის ზედაპირიდან არ იზომება, ის ფესვებიდან იზომება. მართლაც ასეა, ჩვენთვის, საქართველოსთვის მისი სიმაღლე იზომება აფხაზეთი. აფხაზეთი ჩემთვის არის მამაჩემი, რომელიც გაცნობიერებულად არ მახსოვს, არ მინახავს, მაგრამ არც არასოდეს მტოვებს და ყოველთვის ჩემთან არის. ვიცი რომ ჩემს სახლში ზუსტად შუაგულში დიდი ხია მოვიდა. არ ვიცი რა სტატუსით, მაგრამ იქნება ეს გალის გამგეობა თუ სოხუმის მერია, აუცილებლად ჩემს წვლილს შევიტან ჩემი კუთხის და რეგიონის განვითარების საქმეში. სამშვიდობო გზავნილი აფხაზ თანატოლებს. სარაბარაბზე აქვს მოიწ აფხაზებო. დავფიქრდეთ ამ ყოველივეზე
აი ამ წლებზე, აი ამ სიშორეზე ერთმანეთთან ცხოვრებით უფრო ბედნიერები ვიქნებით, ვიდრე აი ესე ცალ-ცალკე. ვიცხოვრებთ იმ აფხაზებთან, რომლებიც იქ დაგვხვდებიან. ერთად ვიყოთ და ერთად ვიზრუნოთ ჩვენს კუთხეზე. აფხაზეთი არ გვინდა აფხაზების გარეშე. მზად ვარ ვიმეგობრო თქვენთან. ერთად ყველაფერს შევძლებთ და ავაღორძინებთ ისევ აფხაზეთს. ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები და ერთმანეთს მოუგებდით. მიიღონ ჩვენი მზაობა, ჩვენი სიყვარული. მე დაკარგულად ვერ ჩავთვლი იმას, რაც ჩემინებით არ დამithმია. დადგება ის დღე, როცა ჩემს შულთან ერთად გადავალ და ვიქნები ზღვის სანაპიროზე. მე მინდა გულით ჯეროდეს, ანუ ალბათ შინაგანად ჯერა კიდევაც, რომ მართლა დავბრუნდები. ომი უკვე მცადეთ და აწე ალბათ მშვიდობის დროა. საოცარი ვიდეო რგოლია და მით უმეტეს ჩემთვის, აი, ჩემხელა ადამიანებს, ოდესაც ხედავ და ამხელა ტკივილი აქვთ გამოვლილი, რაღაცა ცოტა გეხამუშება, რომ გვერდიდან უყურებდე და რაღაცნაირად თავად არ კონდეს, ანუ ესეთი განცდები და კარგი ვიდეო არის, ნამდვილად თქვენი პროექტით საოცრად კარგ ამბავს ემსახურება და მინდა გკითხოთ, აი, ეს 27 ადამიანი, რომელიც ახლა თქვენ ჩაწერეთ და გამოკითხეთ და ესაუბრეთ, აღმოაჩენდით მათ ძიებაში საუბრობთ ბევრ კარგ ადამიანს, ხო? საინტერესო ისტორიებით, რომელიც დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად მაგალითად. სიმართლე გითხრათ, ვერცეც ვერ გამოვყოფ 27-ვე, ერთმანეთზე უკეთესი გზავნილი არის. ახლა რეალურად ეს არის ამოკრებილი მათი ვრცელი ინტერვიუებიდან. ომისტოლი ჰეშტეგით ნებისმიერ მსურველს შეუძლია რომ სოციალურ ქსელში მოძებნოს და ნახოს 27-ვეს ვრცელი ინტერვიუ დევს და თითოეული გზავნილი 2 წუთამდე არის თითოეული ვიდეო, ძალიან ემოციურია. პირველი ნაწილი ეთმობა მაგალითად როგორ შემოდის მათში ცნება აფხაზეთი, როდის ხვდებიან რომ მათი სახლი წართმეულია, როგორ გადასცემენ მშობლები მათ სიყვარულს ამ რეგიონის მიმართ, თავიანთი სახლის მიმართ და მეორე ნაწილი ეთმობა უკვე რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შერიგების პროცესი დაიწყოს, როგორ ხედავენ ისინი ზოგადად შერიგების თემას, როგორ განიცდიან, რა მიმართვებს უგზავნიან თავიანთ აფხაზ თანატოლებს. დასაწყისში მან უსწორად აღნიშნე, დეზინფორმაცია ვრცელდება თითქოს აქ ჩვენ სიძულვილში ვზრდით მომავალ თაობებს, თითქოს მათ უნდათ აფხაზეთში დაბრუნება და არ უნდათ აფხაზები. ასე არ არის, ყველა მიმართვა ამბობს, რომ მოგმართავთ აფხაზებო, ჩვენ გვინდა ის მიწა, სადაც ეს ხალხი ცხოვრობს, თანაცხოვრება გვსურს და ის საოცარი დასასრული აქვს ამ ვიდეოს. გოგონა ამბობს, რომ ჩვენ ომი უკვე ვცადეთ და ახლა მშვიდობის დროა, ნამდვილად ჩვენ ომი უკვე ვცადეთ და ეს არ გამოგვივიდა. მშვიდობა ომი არ შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ მშვიდობა ყოველთვის მოსაწონი არის და ვისურვებდი, რომ ერთ დღეს თქვენთან მე არ ვიყო სტუმრად, თქვენ ჩამოხვიდეთ აფხაზეთში და იქ მესტუმროთ და იქ ვისაუბროთ ამ დევნილობის წლებს და იქ მოვეფეროთ ერთმანეთს. ეს ნამდვილად ძალიან, რა ვიცი, მე მაინც რეალური მგონია, რომ არის არ კარგავ იმედს. მით უმეტეს აი ამ ახალგაზრდებს რო უყურებ, რომლებიც აი ესეთი სიყვარულით არ უნახავთ და უყვართ, იმიტომ რომ მამაც არ უნახავთ, მაგრამ მაინც უყვართ. ისეთი ემოციები იყო ნებისმიერი თაობის და ეროვნების ადამიანს ნამდვილად ძალიან. ჩვენ აქ ვიდეოში იზი აფშილავა, რომელიც ხათაშორის ჩემი ცენტრის ჟურნალისტია, მისი მამა დახვრიტეს აფხაზეთში, თვითონ იყო 3 თვის და ამ ვიდეოში არ მახსოვს მამა. და ის ვიდეოში ამბობს, რომ ხელს უწვდის აფხაზ თანატოლებს. მე ვიცი, რომ იქაც ძალიან ბევრი სევდა, იქაც არიან ტრაგიკულად დაღუპული ადამიანები, მაგრამ როდესაც ასეთი ხელია გამოწვდილი, ის არ შეიძლება ჰაერში დარჩეს. ადრე თუ გვიან მას საპასუხო გამოწვდილი ხელი აფხაზეთიდანაც შეხვდება, მე ამის მთელი გულით მჯერა. თან ეკა თქვენ ახლა ეს ყველაფერი თქვენ თავზე გაქვთ გამოვლილი, ხო? და როდესაც ხვდები მსგავს ისტორიებს და რაღაცა გონია რომ იარებს რაღაცნაირად მოგვიწევთ მე რომ თავიდან შეიხოსოთ რანაირად გულწრფელად ვამბობ, მე ვამბობ, რომ ჩემს ემოციურ სამყაროს ძალიან ანგრევს მეთქი ეს სამსახური. კი, ნამდვილად შეუძლებელია დღევანდელი დღე აფხაზეთელისთვის, სოხუმელისთვის, ზოგადად ქართველისთვის მძიმე არ იყოს და აი ამ მოგონებებს როდესაც უყურებ, ძალიან რთულია, უემოციოდ შეხედო. შეუძლებელია. ჩვენ სამსახურში ყველაზე ხშირად ვტირით ხოლმე, იმიტომ რომ ამ პროექტის გარდა უამრავი სხვა პროექტი გვაქვს, სადაც ადამიანები იხსენებენ აფხაზეთს, თავიანთ მეგობრებს, მეზობლებს, მოგონებებს, პირველ სიყვარულს, სკოლას, ახლობლებს და ამ
ამას როდესაც ადამიანი მთელი ემოციით გადმოგცემ, შეუძლებელია შენ ადამიანი იყო და ამას მშვიდად უსმინო. ამაზე არ იტირო. ნამდვილად. თქვენმა მედია პროექტმა გაიმარჯვა ნომინაციაში საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი თუ შორის გოგონები აფხაზეთიდან ეს სხვა მედია პროექტი არის და როდესაც ამ მედია პროექტს ვიწყებდით, თქვენს გადაცემაში დავაანონსე, რომ ესეთი მედია პროექტი გვინდა და გაგვეკეთებინა. და ეს იყო სადღაც თებერვალში გოგონები აფხაზეთიდან. აფხაზი მილენა აჟბა და ქართველი ნინო პაპავა მოგზაურობენ მთელ საქართველოში, ნახულობენ სხვადასხვა რეგიონებს, როგორ განვითარდა 50 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, რა მიღწევებია, სად როგორ ერთობა, ახალგაზრდობა, როგორ არის განათლების საკითხები, ჯანდაცვის ასე შემდეგ. და ესე თან აფხაზეთთან რაღაცნაირად პარალელებს ავლებენ გოგონები. TikTok-ზე ძალიან პოპულარულები არიან. სამწუხაროდ დადებითი კომენტარები ჯერ არ მოდის აფხაზეთიდან, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ გვიყურებენ და აი გოგონებმა გაიმარჯვეს შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ დაწესებულ კონკურსში, როგორც საუკეთესო მედია იდეა და ჩვენ განვაგრძობთ აუცილებლად ამ პროექტს. ჯილდო სულ 3 დღის წინ გადმოგვეცა. ეს პროექტი თუ ითარგმნება აფხაზურ ენაზე, იმიტომ რომ იცით რა არის, ახლა აფხაზეთში ქართველები ვინც ცხოვრობენ, აფხაზური იციან და ქართული ცოტა უჭირთ. მე რასაც ვაკვირდები, აი სწორედ იმიტომ რომ TikTok-ზე მეც მედო რაღაც აფხაზური სიმღერა და კომენტარებით რომ გადახედავდი, მიხვდებოდი რა სიტუაცია იქ დაახლოებით და ანუ აი ეს პროექტი რაღაცა უკუგებას გაძლევს იქიდანაც. მინდა გითხრა რომ აფხაზურის აღარ იციან. აფხაზური ენა არის მილევადი ენა და იუნესკომ შეიტანა სწორედ იმ ენებში, რომელსაც ძალიან მოფრთხილება სჭირდება რომ გადარჩეს. აფხაზური ენა სკოლებში მხოლოდ მე-4 კლასამდე ისწავლება. არ მინდა დეზინფორმაცია გავავრცელო, მაგრამ ბოლომდე არ მიყვებათ ეს, ანუ აფხაზურ ენაზე სწავლა არ მიმდინარეობს, როგორც საქმის წარმოება არ მიმდინარეობს, ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ გვიწევს ჩვენი მედია პროექტების რუსულ ენაზეც თარგმნა, რადგან ჩვენი ფოკუს ჯგუფი არის როგორც აქ ენგურს აქეთ მცხოვრები მოსახლეობა, ისე გვინდა ჩვენი გზავნილები მივიდეს ადრესზე. და ამიტომ ზოგჯერ გამოვიყენოთ ეგენა როგორც საკომუნიკაციო საშუალება. ამიტომ მედია პროექტები ითარგმნება როგორც აფხაზურ ენაზე, ასე რუსულ ენაზეც. ესეც დღეს განმავლობაში ეს ვიდეო რგოლიც მთლიანად ითარგმნება აფხაზურად, რუსულად და განთავსდება აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ყველა სოციალურ ქსელში, Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე და ასე. ეკა, ესე იგი წინაზე რომ მოხვედი და ახალი პროექტი დაანონსე დღის პოსტში, წარმატებით განხორციელდა და ეხლა კიდევ თუ არის რაიმე გეგმაში რომ ეს დაგილოცოთ აქ. წარმატება რომ გარანტირებული ისეთ რა არ მინდა ესე გამოვიდეს რომ ყველა მედია პროექტი, რასაც ცენტრი ახორციელებს ენგურს იქეთ იყოს მიმართული. ჩვენი დევნილებისთვის, ვინც აქ ცხოვრობს, მათ ხშირად აქვთ სოციალურ ქსელებში გვხვდება კითხვები, პასუხებს ეძებენ და არა აქვთ ხოლმე პირდაპირ კომუნიკაცია. არ იციან როგორ იპოვონ ინფორმაცია. მედია წიგნიერების პრობლემის ნაწილია ეს. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ გაგვეკეთებინა მედია პროექტი პასუხები დევნილებს, სადაც შევაგროვებთ სოციალურ ქსელში არსებულ კითხვებს და მათზე კომპეტენტურ სტუმრებთან ერთად ჩავწერთ პასუხებს. 1-2 წუთიანი ვიდეოები იქნება, რათა მარტივად ყურებადი და აღსაქმელი იყოს. და აბისტა ეს არის აფხაზური ღომი და გულო გარმელია შესანიშნავი წამყვანი გვყავს. აბისტა აფხაზური სამზარეულო გავაცოცხლებთ რესტორან ქვევთან ერთად, იმედია ლაშაბასლანზე. არ გამინაწყვეტება, ის არის აფხაზეთიდან დევნილი საოცარი პატრიოტი ადამიანი და გულო და ქვევრი ერთად გააკეთებენ აბისტა აფხაზური სამზარეულო. მეგრულ ღომს ჯობია? არა, რით გასხოვდება? აი გეოვნებით, გადაცემის სახელწოდება. ეს იქნება, ანუ სახელწოდება გადაცემის აბისტა ტირე აფხაზური სამზარეულო, ჩვენ გავაცოცხლებთ ყველა იმ კერძს, რომელიც არის აფხაზური. ვეცდებით ვიპოვოთ ზღვარი სადგადის აფხაზურ და მეგრულ სამზარეულოს შორის და კერძების მოდერნიზებასაც შევეცდებით თანამედროვე სამზარეულებთან ერთად. ეს არის უახლოეს მომავლის გეგმები და ახლა ვაპირებთ, რომ დავაწესოთ კიდევ ჟურნალისტური ჯილდო პრიზი საუკეთესო სტატიისთვის, საუკეთესო სიუჟეტისთვის და მშვიდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო რეპორტაჟისთვის. თუმცა ამასთან დაკავშირებით მომავალ კვირას უკვე ბრიფინგს მართავთ და იქ მოვყვები დეტალებს. სასიმღერო კონკურსიც გამოაცხადეთ, მიაყოლეთ ერთი თვით რა არ იწერება გოგონების პროექტის ფარგლებში ქალბატონო ირმა ჩვენ გეგმავთ, რომ ფოლკლორის ტური მოვაწყოთ გოგონებთან ერთად. ახალი სიმღერებიც რომ დაიბადოს, სტიმული ჭირდება ყველაფერს. ძალიან დიდი მადლობა ეკუნა. პირიქით, მადლობა თქვენ. შესანიშნავი იყო თქვენი ყველა სიტყვა.
როგორც ყოველთვის. მადლობა თქვენ დათმობილი ერთი გეგმა ხო გქონდა და მეორე შემოგაშველა აქედან ირმამ ასე რომ დავამატოთ რა ვიცი. არ მატებებს გისურვებთ ეკა ყველაფერში, ყველა საქმეში. ახლა ჩვენ ნახავთ პატარა რეკლამას და ვრუნდებით საოცარ ქალბატონთან ერთად, ასე რომ დაგველოდეთ.